თბილისის სახალხო დამცველი, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა ხოლმე ჯერ კიდევ სახალხო დამცველობის პერიოდში იმ წლებში ჩადენილ დანაშაულებზე და მე მახსოვს ჩემი არაერთი ეთერი იგივე სანდრო გირგვლიანის თემაზე ჯერ კიდევ მოქმედი სახალხო დამცველი როგორი რადიკალური, როგორი ხისტი და როგორი პრინციპული იყო, რა სიტყვის იგი დღეს. მადლობა ბატონ სოზა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მაშინ იყავით ძალიან რადიკალური, როცა თქვენ იყავით სახალხო დამცველი. რა სიტყვით დღეს მთავრობის წევრის პოზიციიდან გაუჩნდა უკვე კითხვები არა მარტო ოპოზიციას, არა მარტო საზოგადოებას, არა მარტო ოჯახს, არამედ სახალხო დამცველსაც. რას გვეტყვით? შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ დაგვიანებული ბრალის წაყენება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეგნებულად ხდება დამნაშავე პოლიციელისთვის ხელის დაფარება, არა და 22 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია და ძალიან რა თქვა ძნელი ამ თემაზე გუგრილად ლაპარაკი შეუძლებელია. ცხადია დამნაშავე პასუხს აგებს აუცილებლად ამის პირობას გაძლევთ მე როგორც საქართველოს მთავრობის წევრი. უბრალოდ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვამბობთ დაგვიანებულ ბრალის წარდგენაზე. როდესაც ადამიანის მკვლელობასთან გვაქვს საქმე, შეიძლება ბრალის წარდგენა მოხდეს წამიერად და შესაბამისად ეჭვმიტანილის ბრალდებულის დაკავებაც. მაგრამ როდესაც თვითმკვლელობამდე მიყვანა ეხება საქმე, გაცილებით ძნელია რომ ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები შევაგროვოთ, იმიტომ რომ თვითონ თვითმკვლელობაზე მიყვანა ეს ისეთი თვითმკვლელობამდე მიყვანა იმ ტიპის დანაშაულია, სადაც არ არის ადვილი მტკიცებულებების შეკრება, მაგრამ როდესაც მე მოვისმინე პროკურატურის განცხადება, უკვე მე გამიჩნდა განცდა, რომ მათ აქვს და ეს გამოჩნდება დღეს სასამართლოზე ბრალის წარდგენის დროს მათ აქვს საკმარისი მტკიცებულებები და განცდა გამიჩნდა იმისთვის, რომ ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც თავისი თქვათ სასჯელის ზომის მიხედვით არ არის იმდენად მძიმე დანაშაული, არამედ შეიძლება სხვა ტიპის ბრალდებაც იყოს, შეიძლება ეს იყოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალაუფლების გადამეტება, ეს ყველაფერი შეიძლება ერთბაშად არ იყოს წარდგენილი, მაგრამ თქვათ გამოძიების თუ სასამართლო ეჭვი გაქვთ თუ ინფორმაცია გაქვთ, რომ ეს ბრალი იქნება წარდგენილი, ბატონო სოზარ? არა, მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ზუსტად იმავე დონეზე, რა დონეზეც თქვენ, ანუ საჯარო ინფორმაციებზე მე არ მქონია პროკურატურასთან არანაირი კომუნიკაცია, პროკურატურა იძიებს ამ საქმეს, მაგრამ ხო გვაქვს ანალიზის უნარი ყოველივე იქიდან, რასაც ვისმენთ და ისევ გავიმეორებთ, არ არის ადვილი ადამიანს წარუდგინო ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით თუ ამისი მყარი მტკიცებულებები არ არსებობს და რა მოხდებოდა რომ ეს ბრალი წარადგინა პროკურატურას ვადაზე ადრე საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებამდე მოხდებოდა ეს რომ სასამართლო რომელიც დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი იტყოდა რომ თქვენ არ გაქვთ საკმარისი მტკიცებულებები ამ ადამიანს გაუშვებდა დარბაზიდან და მეორედ გაცილებით ძნელი მაგრამ ამ ადამიანმა ამასობაში გადამალვა მოახერხა განახლებული მტკიცებულებებით შესვლა ამ ადამიანმა გადამალვა მოახერხა არ მგონია გადამალვა დიდხანს მოახერხდეს და მეორედ გადამალვას მოახერხებდა მაშინაც თუ სასამართლომაც გაუშვებდა და გადამალვაც არ დასჭირდებოდა და ძებნაც ვერ გამოცხადდებოდა მასზე, იმიტომ რომ ის იქნებოდა თავისუფალი სანამ სასამართლო პროცესი არ დამთავრდებოდა და სახალხო დამცველიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც უფლებადამცველებიც სწორედ ამ სტანდარტს უნდა იცავდნენ, რომ თუ არ არის საკმარისი მტკიცებულებები, ისე არ უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა და მით უმეტეს პირისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის წარდგენა. ასე რომ მე ამ შემთხვევაში მგონია რომ პროკურატურამ ამ ვადაში გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის რომ ყველა მტკიცებულება შეეკრიბა და ბატონ სოზარ ოპოზიციას აქვს ეჭვი რომ ხელისუფლება შეგნებულად ხელსაფარებს დანაშაულს ამას ამბობენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ამას ამბობენ თავისუფალი დემოკრატებიც ამას ამბობს ძალიან ბევრი თქვენი ოპონენტი არა მხოლოდ ოპონენტი მაგალითად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა მიპასუხეთ როგორც მთავრობის წევრმაც და როგორც სოზარ სუბარმაც სახალხო დამცველმა როგორც ყოფილმა ვალდებული იყო თუ არა როცა ქვეყანაში 22 წლის ბიჭი პოლიციელი ზეწოლის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს გამოსულიყო განცხადება გაეკეთებინა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს არის თუ არა დღეს პოლიციური რეჟიმის სახეზე განსაკუთრებით რეგიონებში განსაკუთრებით სოფლებში რატომ დუმს დღეს ბატონი მღებრიშვილი და ვიზზე გადადის ამ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა
საქმეს იძიებს პროკურატურა, ეს არის ის დამოუკიდებელი ორგანო, რომელზეც ბატონი უჩალაპარაკობდა, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, კანონმდებლობით უფრო მეტად დამოუკიდებელი ორგანო, ვიდრე არის პროკურატურა, ვერ შეიქმნება ამის თეორიული შანსი არ არსებობს და სწორედ პროკურატურა იძიებს საქმეს. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებას, არ მგონია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გამოსულიყო და უნდა გააკეთებია, თქვათ, უფლების დამრღვევი განცხადება, რომ ჩვენ დავსჭირთ უსასტიკესად, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ. ეს არ არის შინაგან საქმეთა მინისტრის პრეროგატივა და არ არის შინაგან საქმეთა მინისტრის საქმე. ის რომ ხელს არავის არაფერებს გამოჩნდა იმ ფაქტიდან, რომ პროკურატურამ არა მხოლოდ ბრალი წარუდგინა, პროკურატურა არა მხოლოდ შედის სასამართლოში აღკვეთ ღონისძიების მოთხოვნით, არამედ პროკურატურამ გამოაშკარავა ყველა ის დეტალი, რომელიც შეიძლება ამ საქმესთან ჰქონდეს. სწორედ ხელის დაფარების სურვილი რო ვინმეს ჰქონდა და გაცილებით ადვილი იქნებოდა, რომ თქმულიყო, რომ არ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა და ეს იქნებოდა რეალური ხელის დაფარება. მით უმეტეს, რომ ისევ გავემეორებ, ძალიან ძნელია თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მტკიცებულებების მოგროვება და ბრალის წარდგენა, ისეთი ბრალის, რომელიც შეიძლება დამაჯერებელი იყოს სასამართლოსთვის. და სწორედ ეგ არის, რომ არ შეიძლება ადამიანი დაიჭირო, წაიყვანოს სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე და მეორე დღეს სასამართლომ, მეორე დღეს კი იმავე დღეს სასამართლომ გამოუშვას გარეთ და მაპატია და თავზე გადაახიოს გამოძიებას ის ქაღალდები, რომელიც მან მისცა. მესმის ბატონო სოზარ, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, მე რატომ გთხოვეთ თქვენ დღეს გადაცემაში მონაწილეობა, იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ იმ სახალხო დამცველობის წლებიდან გამომდინარე და მე მინდა დღეს თქვენგან მივიღო გულწრფელი ასეთი პასუხი. ფაქტია, რომ გამოძიებამ ვერ უზრუნველყო, რომ ეს ადამიანი არ მიმალულიყო. ფაქტია ისიც, რომ პირველ დღეებში ჩვენ გვასმენინებდნენ ოფიციალურ განცხადებას, რომ პოლიციელი, რომელიც იყო ეჭმიტანილი, იყო კადრების განყოფილებაში გადაყვანილი. მე მინდა გკითხოთ, ეხლა რომ არ იყოს თქვენი ხელისუფლება, ეხლა რომ თქვენ იყოთ ოპოზიციაში, უფრო მძაფრი რეაქცია გექნებოდა თუ არა. იცით რა, როცა სადღაც ღრმა სოფელში ახალგაზრდა ბიჭი თავს იკლავს და წერილს ტოვებს, რომ მას აიძულებდნენ კიდევ სხვებზე მიეცა ჩვენება, ეს უფრო დიდი დანაშაულის მასშტაბებზე მეტყველებს, მე მგონი, არ დამეთანხმებით? როდესაც ახალგაზრდა ბიჭი თავს იკლავს და თვითმკვლელობის მიზეზი არის სავარაუდო ზეწოლა, ამას არ სჭირდება არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება, ამაზე უნდა ვიყოთ ადეკვატური და ადეკვატურობა ის არის, რომ უნდა იყოს მკაცრად დასჯილი ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა. სისტემურ დანაშაულზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში არის აბსურდი. დანაშაული პოლიციის მხრიდან თუ რა ვიცი, ყველგან ხდება. იგივე ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანა, ერთ-ერთი კი არა დემოკრატიის ფორპოსტი არის ამერიკა, ხო? თვე არ გავა, შეიძლება კვირა არ გავიდეს, რომ ჩვენ არ ვხედავდეთ, რომ პოლიციელის მიერ რაღაცა ეჭვის საფუძველზე მოხდა გასროლა და ადამიანი იქნა მოკლული, ხშირ შემთხვევაში შეიძლება საფუძველიც არ ქონოდა ამას. თავარი ყვება თუ არა ამას ადეკვატური რეაგირება და ისევ და ისევ მე რო ყოფილიყავი სახალხო დამცველი და თქვათ ამ პოლიციელზე, რომელიც ახლა მიმალვაშია, სახელმწიფოს დაეწესებინა თვალთვალი ვთქვათ, რომ აი პოლიცია დგას მის კარებთან და არაძლევს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, იმიტომ რომ ის არ მიიმაღლოს. აი ეს იქნებოდა კანონის დარღვევა და წესით ყველა უფლებადამცველს ეს უნდა გაეპროტესტებინა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ღრმა რწმენა გულში გქონოდა ჩვენ ყველას, რომ ეს პოლიციელი არის დამნაშავე და სასტიკად დასაჯელი, ის თუ მას ვინმე აღუკვეთავდა თავისუფლად გადაადგილების უფლებას და მასზე თვალთვალი დაწესდებოდა, ეს იქნებოდა კანონის დარღვევა, ეს იქნებოდა მისი უფლებების დარღვევა, იმიტომ რომ არ არის მოხდეს, არავის არ აკამსება. ბატონო სოზარ, პრევენცია როგორ უნდა მოხდეს? მე გეტყვით ახლა მაგალითად არასამთავრობოების ნაწილი პროკურატურის სისუსტეთ აფასებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მათი აზრით არსებობდა თავიდანვე მაღალი რისკი, რომ დამნაშავე მიიმალებოდა, განადგურებდა მტკიცებულებებს, მოახდენდა მოწმეებზე ზეწოლას. ფაქტი შეგვიძლია ხო უკვე ვისაუბროთ იმაზე, რომ 22 წლის დემურს ტურუა, რომელიც ცოცხალი არ არის, არ იქნებოდა ერთადერთი, ვიზეც პოლიცია ამ ტიპის ზეწოლას ახორციელებდა. ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს, ფაქტები იმას მეტყველებს, რომ ვერავით არის ზეწოლა მან ვერ მოახერხა, პროკურატურამ გამოიძია ყველა დეტალი და დღეს შედის სასამართლოში ბრალის წარდგენით. მისი დამალვაც თითქოს ვერ გაგრძელდება და ისევ გავიმეორებ. პროკურატურა რომ იმავე დღეს, მეორე დღესვე შესულიყო
სასამართლოში, სასამართლო მას გაუშვებდა და ვერავინ ვერ დააკავებდა, თუნდაც ქვეყნის საზღვარი დაეტოვებინა. აი ეს არის პროცესი, ასეთია პროცესუალური ნორმები, ასეთია პროცესუალური უფლებები და ყველა უფლებადამცველი სწორედ უნდა გამოდიოდეს აი ასეთი პროცესუალური უფლებების დაცვის მოთხოვნით და არა იმით, რომ რადგან დღეს მიიმალა, ესე იგი ატეხონ განგაში და აბსოლუტურად ერთმანეთის საწინააღმდეგო ბრალდებები წამოგვიყენონ. ერთ-ერთი სულსმენდი მაგალითად ამბობდა, რომ არჩევნების წინ არ გვინდოდა თურმე პოლიციელი დაგვესაჯა და მეორე გამოდის და ამბობს, რომ არჩევნების წინ გვინდა თურმე რომ დავსაჯოთ ეს პოლიციელი სასტიკად და მარტო ერთ ადამიანზე გადავტეხოთ ჯოხი და ვერ გავიგე ხა მართლა რა ტიპის განცხადებებია. ფაქტი ის არის, რომ ბრალი არის წარდგენილი, სასამართლოში შედის დღეს პროკურატურა და საქმის მეზე საკმარისი მტკიცებულებები არის შეკრებილი ყოველ შემთხვევაში როგორც მიაჩნია პროკურატურას და მანამდე ეს ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ უფლებები და ის რომ თქვენ ხშირად ახსენებთ სიტყვა დამნაშავეს და თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამის უფლება შეიძლება თქვენ როგორც ჟურნალისტმა მისცეთ თქვენ თავს, მე ჩემს თავს ვერ მივცემ ამის უფლებას და მით უმეტეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გამოვიდოდა და ადამიანზე ვერ იტყოდა რომ ეს არის დამნაშავე, მაშინაც კი როცა ბრალი აქვს წარდგენილი, სანამ თქვათ არ იქნება რაღაცა საკმარისი მტკიცებულებები. კი ბატონო, მაგრამ პროკურატურა ხომ მტკიცებით ფორმაში საუბრობს. პროკურატურა პირდაპირ მტკიცებით ფორმაში საუბრობს იმაზე, როგორ ბრალის წარდგენი ორგანიზაცია. კი ბატონო, მადლობა რომ პროკურატურა არის ბრალის წარდგენი ორგანიზაცია, მაშინ როცა მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა. კარგით, მესმის თქვენი პასუხი, დიდი მადლობა ბატონო სოზა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ანუ ხელისუფლებას არ მიაჩნია საჭიროდ, მე ბოლოს რომ რეზიუმე რომ გავაკეთო, რომ გამოსულიყო, მაგალითად კონკრეტულად თქვენ თუნდაც არ თვლით საჭიროდ, რომ გამოსულიყო აქამდე და რაიმე განცხადება გაეკეთებინა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. თუმცა კითხვები, რომ ეს ერთი პოლიციელის პროკურატურა არის გამომძიებელი ორგანო ამ შემთხვევაში. დიახ, გავიგეთ. წარმატება მინდა. პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. პროკურატურა არის სწორედ იმიტომ, რომ პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულია, თორე სხვა შემთხვევაში მსგავსი ტიპის დანაშაულებს იძიებს პოლიცია. ამ შემთხვევაში პროკურატურა არის გამიჯნული უწყება, პრაქტიკულად აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილიც კი ფორმალურად არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი უწყება, ის იძიებს და განცხადებებსაც პროკურატურა აკეთებს და ვისმენთ ამ განცხადებებს საკმაოდ ხშირად, როგორც კი რამე სიახლე აქვს. დიდი მადლობა, მე წარმატებას გისურვებთ ბატონო სოზარ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს იყო დევნილთა და განსახლების მინისტრი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე განსაკუთრებით მსგავს თემებზე საუბრისას, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სოზარ სუბარი იყო სწორედ ქვეყნის სახალხო დამცველი. მე კი უნდა გადმოვიდე უკვე სტუდიაში. პაატა საბელაშვილი, თეთრი ხმაურის მოძრაობა, მეგი გოცირიძე პარლამენტის ყოფილი წევრი, რუსუდან ქორჩილავა აფხაზეთის ყოფილი პროკურორი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები.